გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოსოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური იწყებს. აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას თომას კვირას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე-შიო ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც გადაიხდის და მრევლს ქადაგებით მიმართავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირადღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი, საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. დღეს გახლავთ კვირაცხოვლობა, თომა მოციქულის ხსენებას აღნიშნავს აღდგომის შემდეგ კვირას წმინდა ეკლესია. წმინდა ეკლესია არც თუ ტყუილად და შემთხვევით აღნიშნავს თომა მოციქულის ხსენებას, რადგანაც სწორედ თომა მოციქული არის ის მოციქული, რომელმაც დაადასტურა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა, სანამ მან არ განიხილა უშუალოდ მისი ნამსჭვალევი ხელი და ფეხი და მკერდი არ შეეხო მის გვერდს, იქამდე მან ვერ ირწმუნა და გამოხატა მაცხოვრისადმი უსაზღრო სიყვარული და დიდი პატივისცემა და რწმენა. ასეთი სიტყვებით უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ამ დღესთან დაკავშირებით სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მაღალყოვლად უსამღვდელოესი მეუფე-შიო აღავლენს დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას და შესაბამისად წირვის დასასრულს, როგორც ყოველთვის მისი უწმინდესობის საფლავზე იქნება პანაშვიდი გადახდილი. ღმერთმა დაგლოცოთ. ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა ყოფილიყოს ყველას ოჯახში. ბედნიერება და გამრავლება, სიმშვიდე და ქვეყნის გაძლიერება. სრულიად საქართველოს ულოცავ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. ეს არის ეჭვიდან ჭეშმარიტ წმენამდე მისვლის დღე და ეს დღე გვახსენებს, რომ ნამდვილი რწმენა მოდის გულიდან და გვაძლიერებს ცხოვრებაში. სიხარულით და ამაღლებული განწყობით შევხვდით დღევანდელ დღეს მორწმუნენი. მთელ საქართველოს დიდი სიყვარულით ვლოცავ ამ დღესასწაულს კვირაცხოვლობას და ვუსურვებ, რომ აი სიყვარული და სიყვარული ყოფილიყოს ყველას გულებში. სიყვარულით ყველაფერს შეძლებს ჩვენი ერი. თბილისში ტრამპ ტაუერი აშენდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია პარტნიორებთან ერთად თბილისში ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ორგანიზაცია 70 სართულიან ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექს ტრამპ ტაუერ თბილისს ააშენებს, რომელიც დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. მედია საშუალების ცნობითვე პროექტში ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapir Organization-ი, Arki Group-ი და ბიოგრაფი ლივინგი მონაწილეობენ. საქართველო დიდი ხანია მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობითა და თამამი ამბიციებით ჩამოყალიბებული ერია. ის განსაკუთრებით მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტორებისა და მეორე სახლის მყიდველებისთვის, ხოლო მის დედაქალაქ თბილისში კვლავ არის მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სახლების სტაბილური მოთხოვნილება. ძირითად რაიონებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლების ღირებულება გაიზარდა, რაც მიანიშნებს ქალაქის მზარდ პოპულარობაზე გლობალურ მყიდველებს შორის. საქართველო პოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში მდებარეობს. ქვეყანა ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკით, დაბალი გადასახადებითა და მზარდი ტურიზმით. ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო ტრამპ ტაუერ თბილისი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან. საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც 5 წლის ვიყავით, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. მე ვამაყობ, რომ ჩვენს მეორე ტრამპ შენობას ვაშენებთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ. ჯერა რომ ყველაზე ძლიერი გავლენის მოხდენა შემიძლია ტრანსფორმაციული განვითარებისა და საქართველოში გლობალური უძრავი ქონების შემოტანის გზით. იმ ხედვისა და განვითარების ფილოსოფიის საფუძველზე, რომელსაც საპირის ოჯახი და ბრენდი 10 წლეულების განმავლობაში მისდევდნენ.
არქი პარტნიორებთან ერთად თბილისში ტრამპ თაუერს ააშენებს. ტრამპ თაუერი საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს. ვამაყობრობ მე, როგორც არქის დამფუძნებელი, მონაწილე ვარ ამ ისტორიული მოვლენის. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო. კიკა გელაძემ ხაზი საპოლიციო განათლების მნიშვნელობას გაუსვა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვა. ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტში სტუმრობისას კი უწყების ხელმძღვანელი დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციებს დეტალურად გაეცნო. პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეო ჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა და მისი გამოყენების მუქარით დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას აიძულებდა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქმეზე გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ნივთმტკიცება და ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის მეთადონი, პრეგაბალინი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში 199-დან 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს. ვიქტორ ორბანის პარტიას ფიდეს პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტია ჩვენს სამშობლოს კი 6. როიტერის ცნობით მადიარის გუნდმა პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი. კერძოდ, წინასწარი შედეგებით ტისას პარლამენტში 138 ადგილი უნდა ჰქონოდა, საბოლოო მონაცემებით კი ეს რიცხვი 141-მდე გაიზარდა. ჰორმუზის სრუტე დაგეტილი იქამდე დარჩება, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების ბლოკადას არ მოხსნის. ქვეყნის პოზიციას ირანის სახელმწიფო მედია ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დრომდე საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფ გემებს გაფრთხილება მისცეს, რომ სრუტეში არ შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მტრად იქნებიან აღქმული. შეგახსენებთ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილად 17 აპრილს გამოაცხადა, თუმცა 18 აპრილს კვლავ დაკეტა. დონალდ ტრამპის განცხადებით ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ის თეირანს არ მისცემს უფლებას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შტატები დააშანტაჟოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი ირანის საქციელს არასერიოზულად აფასებს. შეგახსენებთ, რომ ტრამპის პოზიციით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის პორტების ბლოკადა ირანთან მათი ურთიერთობის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება.